გულახდილად გეტყვით მე ახანია ჩაფიქრებული მაქვს მინდა რომ გავაკეთო სწორი აზროვნება ვიდეო ბლოგი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მინდოდა და მინდა საუბარი ზელენსკიზე ამ გმირ პრეზიდენტზე რომელიც იცავს არა მხოლოდ უკრაინას ჩემი ხმარწმენით არამედ იცავს ღირებულებებს თავისუფლების ღირებულებას ფრონტის წინა ხაზზე არსებული ქვეყანა უკრაინა ის გააფთრებით უწევს წინააღმდეგობას ამ საშინელ იმპერიას პუტინის რუსეთს და იცავს არა მხოლოდ უკრაინას საკუთარ თავს არამედ იცავს საქართველოსაც იცავს სომხეთსაც იცავს მოლდოვასაც იცავს თავისუფლების მოყვარე ყველა ქვეყანას და ყველა საზოგადოებას მე მინდოდა საუბარი კურსკის ოლქში მიმდინარე მეტად საინტერესო პროცესებზე იცით თქვენ რომ უკრაინა კიდევ ერთხელ გადავიდა შეტევაზე და მეტწილად ან გარკვეულ შემთხვევებში უკრაინაში წარმოებული იარაღით ის არათუ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს არამედ ამარცხებს სიღრმეში მიიწევს რუსეთის ტერიტორიისა მე მინდოდა საუბარი ამ გმირი პრეზიდენტის ზელენსკის ძალიან საინტერესო ინტერვიუზე ფრიდმანთან ამ ამერიკელ უკრაინული ფესვებით ამერიკელ ბლოგერ იუთუბერთან რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს მის კვალიფიკაციაში გულახდილად გეტყვით მე ცოტაზე მეტად მეპარება ეჭვი მაგრამ ოკეი როგორც არის ფაქტია რომ მას ჰყავს ბევრი და ბევრი მაყურებელი უსაინტერესო ეს გზავნილებზე რომლებიც ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის მაგალითად ინტერვიუს დასაწყისშივე ჟურნალისტი და პრეზიდენტი საუბრობენ თემაზე რა ენაზე უნდა წარიმართოს მათი დიალოგი ზელენსკის აქვს ძალიან არგუმენტირებული ძალიან კარგი სწორი არგუმენტირებული პასუხები თემაზე რატომ უნდა ისაუბროს მან უკრაინოთ ერთგან ის ამბობს რომ მე ვცადეო ომის დასაწყისშიო რუსულად საუბარიო მიმართვაო რუსული საზოგადოებისთვისო მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერმა არ გაჭრა ამბობს ზელენსკი იმასაც რომ რუსული ენა ხშირ შემთხვევაში ისევე როგორც კულტურა ხშირ შემთხვევაში ამ პუტინისტური რუსეთისათვის არის ჰიბრიდული იარაღი ამ შემთხვევაში უკრაინელების წინააღმდეგ ჩვენთანაც ხომ ასია რუსები ამტკიცებენ რომ რაღაცა ერთი კულტურა გვაქვს ან რაღაცა ბევრი ქართველი საუბრობს რუსულად შესაბამისად ჩვენ ერთნი ვართ ასევე ამბობენ რომ რაღაცა ჩვენ გვაქვს საერთო რწმენა ვართ ქრისტიანი მართლმადიდებელი ქრისტიანები და აღნიშნავთ ასე მაგალითად შობას სწორედაც რომ 7 იანვარს როდესაც წინა ბლოგში მე ვთქვი რომ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს 25 დეკემბერს გადმოტანას სწორედ ეს არგუმენტაცია მქონდა და არა მაინც და მაინც კალენდარების შედარებით ანალიზს კი არ ვაკეთებდი ხო ან არგუმენტებს კი არ ვეძებდი იმის თაობაზე რატომ 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს უბრალოდ მე ვცდილობდი და მე საბუთებინა რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა რუსების ხელში არის ჰიბრიდული იარაღი მოშვერილი ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ უნდა აღნიშნოთ ჩვენ 25 დეკემბერს მეთქი და მღერით ხო 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა ამაზე მინდოდა საუბარი ზელენსკის არაჩვეულებრივ პასუხებზე და არა მხოლოდ ენასთან იმართებაში არამედ ომზე პუტინის მიზნებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის 20 იანვარს თეთრსახში რო შევა პრეზიდენტი ტრამპი მის პოლიტიკაზე მიდგომებზე ვერ ვახერხებ და სამწუხაროდ ვერ ვახერხებ რაღაცა ტრამპი ვახსენებ არემ ვიტყვი რომ მე მინდოდა საუბრა ტრამპის სრულიად მკვეთრ ახალ არა არც თუ ახალ მეორე მხრივ მაგრამ თავიდან გახმიანებულ გზავნილებზე რომლებიც ეხება კანადას
ცოტა ამ შემთხვევაში ტრამპის მიმართ ცოტა კრიტიკული კი ვიქნებოდი. ეხება გრენლანდიას შეერთებული შტატები არქტიკის მიმართულებით გააქტიურებას აპირებს, ისიც რომ არქტიკაში საკმაოდ მოძლიერებულია რუსეთი და აი რესპუბლიკელი ტრამპი არ აპირებს როგორც ჩანს დათმობას არქტიკისა და ჩრდილოეთის მიმართულებისა, მოდი ესე ვიტყვი, რუსეთისათვის და ამიტომაც მისთვის დანიაზე ბევრად დიდი და დანიის ეს კუნძული, დანიის მფლობელობაში არსებული ეს კუნძული მეტად მნიშვნელოვანია. მე მინდოდა მესაუბრა თემაზე, რატო არის გრენლანდია ესოდენ მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის და კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციისათვის. მე მინდოდა მესაუბრა ტრამპის უკრაინულ პოლიტიკაზეც. ხო, ასევეც ვიტყვი პანამის არხზე, რომელშიც ჩინეთია მოძლიერებული. გრენლანდია არ გითქვი. ჩინეთზე თავად, ჩინეთის მოძლიერებაზე შეერთებულ შტატებში, შეერთებული შტატების ეკონომიკაში, საერთოდ გლობალურად მოძლიერებაზე. და აღნიშნე კიდეც დააგავიმეორებ უკრაინის მიმართულებით ტრამპის პოლიტიკას. რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ციტატაა ტრამპისა. რადგან მათ დაინახეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაკომპეტენტური იყო. მათ არ იციან რუსებმა რას აკეთებენ, თუმცა ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ეს ყველაფერი დასრულდება. ჩვენ ძალიან დიდი არმია გვყავს. ბევრი ამბობს, რომ ტრამპმა ხიად უნდა თქვას, რომ რუსეთს დაუპირისპირდება საკუთარი არ შეერთებული შტატების შეერაღებული ძალები თოვე ითქვის ტრამპი ამას ვერ წამდა ბიჭელიაზით მეც იმ ეტაპზე ესე ვერბალურად ვერ ითქვის თუმცა ტრამპის მოხრჩობის პოლიტიკა მათ შორის შეებს მიხსენებული ჩინეთის წინააღმდეგ მისი მკვეთრი პოზიციები ჩინეთის ირანის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მისი მკვეთრი პოზიციები ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში მისი მკვეთრი პოზიციები თუნდაც ამ ბოლო გზავნილების დროს ერდოღანთან მიმართებაში ძალიან საინტერესო გზავნილები ხო ეკონომიკასთან მიმართებაში მისი უსაინტერესოესი გზავნილები ნატოსთან მიმართებაში ხო მე მიმანიშნებს რომ გვერდიდან შემოვლით მაგრამ ტრამპი დაიწყებს ესე მოხუჩგაგუდვას რუსეთისა თუმცა ეს გზავნილი რომ ჩვენ ძალიან ძლიერი არმია გვყავს მოსკოვში ალბათ ადეკვატურად უნდა წაიკითხონ მაგრამ ამასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებ იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში სამწუხაროდ აქტუალური არაა ეს საერთაშორისო თემატიკა კი ბევრს აინტერესებს ნამდვილად და აინტერესებს თითქოს მაგრამ ამ ვრცელი ვიდეო ბლოგის ფარგლებშიც კი მე ვერ მოვახერხებ ამ თემებზე ვრცელ საუბარს და ვერ მოვახერხებ პირველ ყოვლისა იმიტომ რომ ქართული დეფისი რუსული ოცნება ქმედებს ისე რომ ჩვენ არ გვიტოვებს დროს და შესაძლებლობას რომ სწორედ ამგვარ გლობალურ საკითხებზე რომლებიც საქართველოსთან ირიბან პირდაპირ კავშირშია ამგვარ საინტერესო თემებზე გავამახვილოთ ყურადღება და გაგამახვილებინოთ თქვენ ყურადღება. ქართული ოცნება, ქართული რუსული ოცნება მათ შორის იმიტომ არის რუსული, რომ აი ამ პროვინციულ ამბებში გვტოვებს. ის აპროვინციულებს, ამდინარაძეებს პოლიტიკას და ამგვარი მსჯელობებისათვის დრო კვლავ მეორე არ რჩება. ხო და აი შესაბამისად გვიწევს გადართვა და კვლავ ქართული ოცნების პოლიტიკაზე თუ ამას პოლიტიკა ჰქვია გზავნილებზე საუბარი. ახლა სოცა გადაწყვეტილი მქონდა სწორედ ზელენსკის თაობაზე საუბარი, სწორედ ტრამპის თაობაზე საუბარი იქნება და მომექცია ერთ ვიდეო ბლოგში, მომეხერხებინა და გამეერთიანებინა ეს ორი თემა, ამ ორი პიროვნების გზავნილები და ერთ ვიდეო ბლოგში წარმომედგინა. ახლაც ეს ვერ მოვახერხეს სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ გავიხვიცე თუ არა, დამახვედრა, ან დაგვახვედრა, უფრო ზუსტი რო ვიყო, ვრცელზე ვრცელი განცხადება, რომელსაც ბოდვაზე უფრო დიდი ბოდვა უნდა ვუწოდოთ რა საკვირველია. მორიგი სიგიჟე დაგვახვედრა.
და მე გულახდილად გეტყვით, არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ეს სიგიჟეები ქართული ოცნებისა, ანუ ბიზნა ივანიშვილისა უნდა Facebook-ზე რო ვკითხულობთ, უნდა დავაჰაჰავოთ, უნდა დავაიგნოროთ, მათ არ უნდა ჩავხვეთ, ის არ უნდა ეს გზავნილები არ უნდა გავარჩიოთ განცხადებები. მაგრამ მეორე მხრივ ლოგიკურია ისიც, რომ მართველი, უკანონოდ მართველი ძალის ყველა სიტყვას ხანდახან მაინც უნდა გამოვეკიდოთ, ხოლმე თუნდაც იმიტომ, რომ მათ არ ჩათვალონ, რომ მოპასუხი არ ჰყავთ. არა, მე დიალოგს მათთან რასაკვირველია არ ვაპირებ დიალოგს, იმიტომ რომ გიჟებთან, რაც თავარია FSB-ს აგენტებთან და იმავდროულად გიჟებთან დიალოგს აზრი არ აქვს. რაც არ უნდა არგუმენტი დაუპირისპირდე მათ, ისინი მაინც აი ამ FSB-ს ინსტრუქციებში ჩარჩებიან და იმ ბოდვებს შემოგთავაზებენ პასუხად, რომელსაც ისედაც გვაცნობენ ხოლმე პერიოდულად განცხადებების სახით, თუ პარტიული განცხადებების და თუ ინდივიდუალური განცხადებების. ახლა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას და მე დეტალურად გავარჩიე. ამ ორი კვირის წინ მე მივიღე ამგვარი ინფორმაცია. საკმაოდ კომპეტენტური ერთი წყაროსაგან, რომ აგე ირაკლი შეხედავ 15 იანვარს, 15 იანვარი არ დამდგარა, რა მოხდება. წყაროს ჩემს ახლობელს ჩავეკითხე, მაინც მითხარი მეთქი, მე მითხრა რომ მოდი იცი რა სხვა სოციალურ ქსელში განვაგრძოთ საუბარიო, განვაგრძეთ სხვა სოციალურ ქსელში საუბარი, რომელზეც არა WhatsApp-ზე, არამედ სხვაგან, რომელზეც ამბობენ, რომ აი ეს კომუნიკაციის ეს პლატფორმა კი არ ისმინება და მან ჩემმა წყარომ, რომელსაც არ ვასახელებ, გამიმხილა, კი არა მითხრა, რომ იძინა ივანიშვილი 15 იანვარს აპირებს ამ კობახიძისა და ამ ბანდის მოშორებას და ამით ეცდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას. ისე ადამიანს ხანდახან აქვს, მათ შორის მეც, სურვილი, რომ სასურველი დაიჯეროს, რეალობად მიიჩნიოს და ეიმედებოდეს, როგორ უნდა გეიმედებოდეს ივანიშვილისა, რომელიც ტყუილებით და FSB-ს ტყუილებით გვასაზრდოებს დღენიადაკ, მაგრამ აი მეც კი გამიჩნდა ეს ბჟუტავი იმედი იმის თაობაზე, რომ ხო, ივანიშვილი აი ახლა მაინც შეიცვლება და აი ეს განცხადება რომ ნახე, რომელსაც დეტალურად ჩავიკითხავთ და გავარჩევთ. ხო, კიდევ ერთხელ გიხდი, რომ ჩემი წყარო ცდება, მომიქჩერს მეთქი, მასთან ბოდიში და კიდევ ერთხელ მივხვდი იმასაც, რომ ივანიშვილი არ მორჯულდება, არ გათეთრდების ყორანი, არ გათეთრდების ივანიშვილი. შეაყარე კედელს ცერცვი და კუზიანს სამარე თუ გაასწორებს. ეხლა როგორც კიდათ ეს ისე წაიკითხეთ ეს ჩემი უკანასკნელი ახლა წარმოქმნილი წინადადება. შესაბამისად, ივანიშვილი არაფერს შეცვლას არ აპირებს და ბჟუტავი იმედებიც უნდა გაგვიქრეს და ამიტომ მოდი ვრცელი განცხადება, ლავი მეორებ ეს იქნება ძალიან ვრცელი ვიდეო ბლოგი, ჩავიკითხოთ აბზაც და გავარჩიოთ შეძლების დაგვარად მოკლედ. მათ ასე ქართული ოცნება, ანუ ივანიშვილი არის ამ ტექსტის ავტორი, ცხადია ის ჭკუიდან არის შეშლილი, ცხადია გარდა იმისა, რომ არის შეშლილი, FSB-ს ინსტრუქციებით მოქმედებს. იწყებს ასე. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ციტატა, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ. აღნიშნული განაცხადებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ტყუილია ეს. ტყუილია იმიტომ, რომ რეალურად თანამდებობის პირთა მიმართ დაწესებული სანქციები, მაგალითად ხარებას, მაგალითად გომელაურის, მაგალითად თავად ივანიშვილის, რომელიც თანამდებობის პირი სულაც არ არის მიმართ დაწესებული სანქციები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაიკითხება, არ არის და ვერც წაიკითხება ქართველი ხალხის მიმართ დაწესებულ სანქციებად და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, იმიტომ რომ დასავლეთს კვეთრად აქვს გამიჯნული ერთის მხრივ ქართველი ხალხი და მეორეს მხრივ ეს კორუმპირებული პრორუსული ხელისუფლება, ამიტომაც ყველა რეზოლუციაში და ყველა აქტში
და ყველა აქტის პროექტში ხაზგასმით არის თქმული, რომ ქართველი ხალხის სხვა, ხოლო სიძვა, ანუ ქართული ოცნება არის სხვა. ეს ხაზგასმით არის თქმული კვლავ ვიმეორებ, მათ შორის მეგობარი აქტშიც, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით ვიუბრუნდებით, როდესაც ქართული ოცნების ამ ბოდვის მორიგ პასაჟს შევეხებით. დიახ, ქართველი ხალხი მეტია, ან შეუდარებლად მეტია, ან წარმოუდგენლად მეტია, ვიდრე ერთი ივანიშვილი და გამოივანიშვილებული პრორუსები მდინარაძის, კობახიზის, სხვათა, პაპუაშვილის და სხვათა სახით. ტოლობის ნიშანი ვერ დაისნება ქართველ ხალხსა და ივანიშვილს შორის, შესაბამისად, როგორც ანტიქართული ნაბიჯი, როცა ბრძანებს ქართული ოცნება ამას, ეს ანტიქართული კი არა, ანტირუსულ ქართულ ოცნებური ნაბიჯია, ამას ვერ გაიგებენ, ესენი, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეები არ არის. ახლა გადავიდეთ მეორე თემაზე, ისევ ციტატა, უნდა აღნიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალური ომის პარტიას, სხვადასხვა ქვეყანაში რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში deep state-ის მეტასტაზები, რომლებიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. ესეც ტყუილია, მეგობრებო, ამერიკა არის ჩვენი ის პარტნიორი, რომელმაც არაერთხელ გადაგვარჩინა როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა პირველ ყოვლისა, როგორც სახელმწიფო. ერთ-ერთი ან მთავარი როცა გადაგვარჩინა თავარი თარიღი, თავარი პერიოდი, თავარი დრო, როცა გადაგვარჩინა ეს არის 2008 წელი, როდესაც სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შავ ზღვაში, მოდი ესე ვიტყვი, პრაქტიკულად გამოარღვია ბოსფორის სრუტე და ამაზე უკვე დაწერილია, მაგრამ კიდევ უფრო კარგად დაიწერება დარწმუნებული ვარ ერდოღანის ერთგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონვენცია ავალადე უზღუდავს სამხედრო გემებს ამდენ და ამდენ 21 დღეზეა ეგ საუბარი. ამდენ დღეზე მეთხანს აკვატორიაში, შავი ზღვის აკვატორიაში აყოფყოფნის უფლებას გამოარღვია ბოსფორის, შემოვიდა შავ ზღვაში და ესე გეტყვით სარბაზნები მიუშვიდა რუსეთს. ქართველმა რუსებმა და რუსეთმა პირველ ყოვლისა დაიწყეს ამის შემდეგ ბოდვა იმის თაობაზე, რომ მეექვსე ფლოტმა შემოიტანა პამპერსი თუ წყლის, ეგრეთ წოდებული წყლის ქვეყანაში. ტყუილია ეს იყო სამხედრო ჰუმანიტარული აქცია პრეზიდენტ ბუშის და მისი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აქვე უნდა ითქვას ის, რაზეც ბევრი არ ლაპარაკობს და მე გავამახვილე ყურადღება რამდენიმეჯერ. კერძოდ, ამ სამხედრო ჰუმანიტარული აქციის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა იმდენად ეძვირფასება საქართველოს გადაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე. ასე ვიტყვი, ერთი თვითმფრინავიც კი ვერ გაჭაჭანდებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება და თუ გაჭაჭანდებოდა, შესაბამისად ჩამოგდებული იქნებოდა შეერთებული შტატების მიერ მხრიდან, ხო? ამიტომ ტყუილია, როცა ქართული ოცნების თქმით deep state-ის მეტასტაზები აქვს გადგმული, ეს ეგრეთ წოდებული, თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა ვიხმაროთ, ეს deep state-ი იყო წლების განმავლობაში საქართველოს რომ ეხმარებოდა, თუ მაინც და მაინც ეს უნდა ვთქვათ და ასე უნდა შევაფასოთ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატია კი არა, ის სტრუქტურები, რომლებიც წლებია მუშაობენ და მოგიძველთ იმისა, ვინ არის პრეზიდენტი, ან ლიდერი, ან ერთი სახლის ოვალური კაბინეტის მასპინძელი, ესენი ინსტიტუციურად ქმნიდნენ იმგვარ ვითარებას, როდესაც შეერთებული შტატები უკვე ინსტიტუციურადაც გვეხმარებოდა ჩვენ. შემდეგი აბზაცი, გლობალური ომის პარტია არა კვახი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით თქვენის ნებართვით ახლა ვისაუბრებთ ტრამპზე. უკლებრივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩება, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის deep state-ის ქსელის წევრი. ეს საინტერესოა სხვა კუთხით ტრამპზეა ეს რეალურად. ერთ-ერთი საკვანძო აბზაცია ჩემი აზრით, როდესაც ეს სინტაქსია გამოყენებული. ნახეთ, უკლებრივ ყველა პოლიტიკოსი იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. ხო? ტრამპის პოსტანში იწვის რეალურად ოცნება კენჭებს და რას გულისხმობ გეტყვით. აქამდე თუ გახსოვთ ოცნება ამბობდა, რომ ტრამპი რომ მოვა, რასაც ტრამპი იტყვის, ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება. მას შემდეგ
რაც გაირკვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ქართული რუსული ოცნების წარმომადგენელთა და ივანიშვილის დასაქცირება შეთანხმებულია პირდაპირ ანიდიბად და პირდაპირ რეალურად შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან და ვინც იქნებ ტრამპთანაც კი და მაგალითად ალბათობით ზოე ტრამპთანაც კი. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დაიწყო გასცვლა თამაშით. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო კენჭების გადაგდება ტრამპისთვის და იმის შეხსენება ან იმის თქმა უფრო ზუსტი რომ იყო, რომ აი ტრამპი გვპირდებოდა რომ deep state დაამარცხებდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ახლა და შესაბამისად ტრამპი ღალატობს სამუთარ თავს და ჩვენც, ანუ ქართულ ოცნებას და ეს ტრამპის პრობლემაა და არა ჩვენ. ხო, რეალურად ტრამპი რეალურად ბიზნესა ივანიშვილს ეგულებოდა რომ იქნებოდა უფრო ბიზნესი ან ბიზნესი. ტრამპი ბიზნესი უბრალოდ ვერ იქნება. და მათ შორის ვერ იქნება იმიტომ რომ ტრამპისთვისაც წითელი ხაზია ის რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ წლების განმავლობაში და რასაც ჩადის ის გასული წლის 28 ნოემბრიდან. რასაც ჩადის ადამიანის უფლებებათა დარღვევის, დემოკრატიის უგულებელყოფის, საქართველოს კურსის შეცვლის მიმართულებით თუ კუთხით. აქვე უნდა თქვა რომ შემდეგ აბზაცში ქართული ოცნება აბალანსებს ერთგვარად ამ საკუთარ ანტიტრამპისეულ წიაღსვას ან კრთალ წინადადებებს ტრამპის საწინააღმდეგოდ წარმოთქმულს, რომელიც გულისხმობს უფრო ტრამპს, ამბობს რომ აი დიპლომატი პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრიო. რეალურად ტრამპზია ეს ნათქვამი, რაღაცა პრეზიდენტი ახსენებული და შემდეგ აბზაცში არის შემდეგი ნათქვამი. ხო, ტრამპის ოცნების კენჭები ტრამპის პოსტანში. ნახეთ ახლა უკვე სხვაგვარად ამბობს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში deep state-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა განადგურებს deep state-ს, ან deep state-ი განადგურებს ამერიკას ამბობენ ოცნებაში. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ deep state-ი განადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას deep state-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. deep state-მა ომის კარცეცხლში გაახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. მე მინდა ვკითხო ირაკლი ზარქუას, სამ სახელმწიფოს თუ მეტყვის მსოფლიოში, რომელიც არის გახვეული ომის კარცეცხლში. ანუ იტყვის თეორიულად ისრაელს, იტყვის თეორიულად უკრაინას, აი მესამეს იტყვის თუ არა. ვერ იტყვის. და არა იმიტომ რომ ესეთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, არსებობს. მაგრამ ირაკლი ზარქუას და კოლექტიურ ირაკლი ზარქუას მამუკა მდინარაძეს, დიმიტრი სამხარაძეს და სხვებს ინფორმაცია მესამე ომის თაობაზე ნამდვილად არ აქვს. მორიგი სიგიჟეა მეთქი ეს. თავარი ამ სიგიჟეში არის ის, რომ თავარი დამნაშავე მაგალითად უკრაინის ომში. ან თუ გნებავთ ახლო აღმოსავლეთის ომსაც დავასახელებ ახლა მასზეც ვისაუბრებ. ხო, უკრაინის ომში პირველ ყოვლისა, ხო, არის რუსეთი და იცით თქვენ რომ რუსეთის ხსენება მით უფრო ნეგატიურ კონტექსტში შეერთებული შტატების ხსენება შეიძლება უარყოფით კონტექსტში, აი რუსეთის ხსენება კი უარყოფით კონტექსტში ქართული ოცნებისათვის არ შეიძლება, აკრძალული აქვს კრემლის და ფსბ-ის მიერ, პუტინის მიერ, მეთქი ასე ვიტყვი. ამიტომ თუ ვინმე გამახსენებს ბოლო 2 წელიწად ნახევარში, 3 წელიწადში ერთ განცხადებას, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება და რუსეთი უარყოფითად არის მოხმედებული ნებისმიერი ამ რუსის, ანუ კოლექტიური კობახიძეების და ივანიშვილების მიერ თუ მხრიდან, მე უკან წავიხებ ჩემს სიტყვებს. არ არსებობს ესეთი განცხადება. 25 წუთი იწურება, არა და მე აი რამდენი მაქვს განსახილველი ამ ქართულ რუსულ ოცნებაზე. მორიგი სიგიჟე. ყველაზე მძიმედ კი deep state-ის პარტიორების განამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე უკრაინაზე აისახა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი. ერთი წუთი. ის რომ ჩვენ არ პასუხობთ ამდენი ხნის განმავლობაში არაფერს, დიალოგში ხო არ შემოვალთ, მაგრამ არც ესე მონოლოგის რეჟიმში არ პასუხობთ იმაზე, რა ხდებოდა 2014 წლამდე უკრაინაში. იანუკოვიჩის მოსვლიდან 2014 წლამდე, ანუ იანუკოვიჩის გაგდებამდე და 2014 წლიდან რა ხდება უკრაინაში, ეს სულაც არ იძლევა იმის
ფიქრის საფუძველს ამ რუსების მხრიდან, რომ ჩვენ არგუმენტები არ გვაქვს არგუმენტები. არგუმენტები კი არ აქვს. ისეთი მჭრელი არგუმენტები გაქვს, რომ მართლა დიალოგი რო შედგეს ჩვენსა და კოლექტიურ გობახიძეს შორის, მათი ეგრეთ წოდებული არგუმენტები გაფარჩაკდება, გაწამტვევდება. ეხლა მე გეტყვით, რომ 2014 წელს ადგილი ჰქონდა, ანუ მოხდა 2014 წელს ღირსების რევოლუცია. ღირსების რევოლუცია არის თანამედროვე უკრაინის ფორმაქმნადობის დასაწყისი. რა საკვირველია, უკვე შემდგომ უკრაინა დაიხვეწა, როგორც სახელმწიფო, მაგრამ უკრაინის შეჩერება 2014 წელსვე მარტის თვეში, სადაც სწორედ პუტინმა, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ დაიპყრო, გვახდინა ოკუპაცია ანექსია ყირიმისა. და პუტინმა მაშინ თქვა, კრიმ возвращается в родную гавань. და პუტინმა თქვა წლების განმავლობაში ამბობდა და ეხლაც ამბობს, რომ აი ამ ყირიმის ოკუპაცია ანექსიის გეგმა იყო იმ თავითვე ჩაფიქრებული. აი სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში მათ შორის, რაც მოხდა კიევში. კიევში კი დაიღუპა ათეულობით მოქალაქე, იმიტომ რომ რუსმა იანუკოვიჩმა ისროლა და აქედან გამომდინარე, როდესაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტიო, ამბობს ოცნება თავის განცხადებაში, ხო, ეს არის ტყუილი, სუვერენიტეტი სწორედაც რომ წართმეული ჰქონდა რუსეთის მიერ 2014 წლამდე ღირსების რევოლუციამდე უკრაინას და არც ის დაგვავიწყეს, რომ ღირსების რევოლუცია დაიწყო დასრულდა თებერვალში, მაგრამ პროცესი დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთმა უბრძანა იანუკოვიჩს, რომ მას არ მოეხდინა პარაფირება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ხმა და ყოველწლიური საბაჟრო ურთიერთობის ხელშეკრულებისა. რუსეთმა აუკრძალა იანუკოვიჩს და ესენი მეუბნებიან, რომ ოცნება, რუსული ოცნება, რომ სუვერენიტეტი ჰქონდა, როგორ გახქონდა სუვერენიტეტი მდინარაძე რუსო, როდესაც სუვერენული უფლება ევროკავშირთან ურთიერთობების დაწყებისა რუსეთმა აუკრძალა 2013-ში იანუკოვიჩის, ანუ თქვენი პარტნიორის იდეური მომხრის ხელისუფლებას. ამაზე პასუხი არ აქვს დიალოგი რო შედგეს ჩვენ შორის და არ შედგება, იმიტომ რომ მე რუსებს არ ველაპარაკები და ჩვენ რუსებს არ ველაპარაკებით. ამას გეტყოდით. ხო, და აქვე ბარემ ვიტყვი, რომ აიგივებს უნდა თუ არ უნდა ქართული ოცნება საკუთარ თავს იანუკოვიჩთან. მეც მგონია, რომ თქვენ შორის ტოლობის ნიშანიც აღარ არის. თქვენ უკვე გადააჭარბეთ. იანუკოვიჩს სიავეებსა და სიბოროტოებში. 30 წუთი იწურება, არა და კიდე 30 წუთი რო გავჩერდე, მოდით რამდენიმე წუთი ვისაუბრებ და მეორე ნაწილადაც გავყოფ ჩემს ვიდეო ბლოგს, ხომ? აი 3 წუთი, 2 წუთი ვისაუბრებ კიდე. საქართველოს უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, ამბობს ოცნება, თუმცა მშვიდობისათვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანი 1 წუთი. ვერ გავიგეთ, თქვენ არ ამბობდით იმას, რომ ტრამპის მოსვლისთანავე ომი დასრულდება, რომ ტრამპის გეიმედებათ, როგორღა იქნება, როგორღა დგას საქართველოს ომის წინაშე, თუ ომი როგორც ასეთი სრულდება, აგე ტრამპმა ისიც კითხვა, რომ 6 თვეში დასრულდება ომი, ოცხადი იგულისხმება უკრაინის გამარჯვებით ომის დასრულება. აქვე ვიტყვი, მე ძალიან საინტერესო რამეს. რატომღაც ქართული ოცნება სულ მუდმივად აპელირებს უშიშროების საბჭოს, უკრაინის უშიშროების საბჭოს აწ უკვე ყოფილი მდივნის დანილოვის განცხადებაზე გაკეთებულზე 2002 წლის მაისში თუ არ ვცდები, როცა დანილოვმა თქვა, და რაც თქვა, ამას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, თქვა ის რაც თქვა, ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი რაც თქვა. მაგრამ ამის შემდგომ პრეზიდენტმა ზელენსკიმაც კი აყურებელმა რო იცოდეს, თორემ დინარაძე ამას ვერ გაიგებს, დინარაძე გატყუებთ, ხო? ამის შემდგომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმეჯერ თქვა, რომ საქართველოს ჩართვას ომში არც არავინ ითხოვს, არც არავინ ელის მისგან ჩართვას, არც არავის უნდა საქართველოს ჩართვა, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ საქართველოს არის პატარა ქვეყანა, მოწყვლადი ქვეყანა, სუსტი ქვეყანა, მით უფრო რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სულაც არ დგას ამის საჭიროება. ხო, დანილოვს მიუბრუნდები, ცოტა ხანში მის მიერ დაშვებულ შეცნობას ღიად გეტყვით, მაგრამ აი ამას ზელენსკის ამ განცხადებას კი არ დაგიდებთ ქართული ოცნება, რომელიც მუდმივად
ისევ და ისევ ხანდახან კი არა, უმრავლეს შემთხვევაში დაუსახელებლად სწორედ დანილოზე აკეთებს აქცენტს კი არ აპელირებს რეფერენს, ხო? თუმცა არ ასახელებს ხშირად სწორედ ამას ვამბობ. განვაგრძობთ ახლა და კიდევ ვეღარ ჩავედი 30 წუთში სიმართლე გითხრა 33 წუთი, ხო? სწორედ ამას უკავშირდება ციტატა. სწორედ ამას უკავშირდება საქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების ამაზე უნდა გაგეცინოს ხადია. სიტყვის დასასრული, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს Deep State-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. წარმოიდგინეთ, ესენი ისეთი თავხედები არიან, რომ პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ესპანეთს, ნიდერლანდებს ბრალსდებენ, რომ ისინი Deep State-ის თამაშს თამაშობენ და საკუთარი ხალხის თუ ხალხების ეროვნულ ინტერესს ღალატობენ თუ უგულებელყოფენ. ასთავარია ამ სიგიჟის ამ დიჟური აბზაცის კიდევ ერთი პასაჟი ის არის, აკორდი ის არის, პასაჟი ის არის, რომ ივანიშვილმა თურმე იცის ის, რაც არ იცის მაგალითად სამხედრო კაცმა ჩეხეთის ლიდერმა პაველმა. და ივანიშვილი ამბობს, რომ მეო გადაგარჩენო შენო. საქართველოს თქვენს გიცავთო, კონკრეტ ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა, ანუ ჩეხეთი სავარაუდოდ შედის ამ ქვეყნების უმრავლესობაში. კიდევ ერთი ამბავი აბზაცი. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია. ნახეთ, ღირებულებითი მდგომარეობა ევროკავშირის ბიუროკრატიისა, რომელიც შენზე წერს, ხალხო უნდა გავიგოთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი არ წერს ტექსტებს. ბიუროკრატია წერს შენზე, შენს მხარდამჭერ ტექსტებს. წლევდა წლების განმავლობაში ახლა წერს. მხარდამჭერებს, როდესაც მაგალითად კანდიდატის სტატუსს გვანიჭებდნენ ჩვენ ურსულა მან შარლ მიშელმა კი არ დაწერეს ეს, ხო? არამედ დაწერეს ბიუროკრატებმა დაუდეს ურსულას მისცეს რეკომენდაციები თუ შარლ მიშელს თუ ბორელის თუ რამშულობა ხსნებს და იმათმა მე მოიწონეს ეს ტექსტი და აი ღირებულებითი მდგომარეობა კი მათი არის მძიმესიო. და მე უკვე ევროპარლამენტზე ტარებზე არის აქცენტი, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მიღებული 5 რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა ევროპარლამენტარებზე ამბობენ და ამ აბზაცის თუ ამ პასაჟის ბოლო ამ აზრის ამ აბზაცის ბოლო ნაწილი არის ესეთი, რომ ამ ტენდენციის გათვალისწინებით ევროპარლამენტი მე-6 რეზოლუციაში მაღალი ალბათობით რუსეთთან ომის დაწყებას ღიად მოგთხოვს. ნახეთ, ანუ ევროპარლამენტარებს ლაპარაკობენ, რომ ევროპარლამენტი ჩვენ ღიად მოგთხოვს რუსეთის თან ომის დაწყებას. ეს ხო გამოჩნდება, ეს არ იქნება ცხადია, ხო? და უნდა დაახლიო თავზე, აი ეს ძალიან ეს განცხადება და ის პასაჟი განსაკუთრებით ყველას, ვინც მისი ავტორია და ასაკურველია პირველ ყოვლისა ივანიშვილს. უნდა გადაახლიო თავზე ყველაფერი ივანიშვილს და ტყუილია ეს ასაკურველია. ომს საქართველოსგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ ითხოვს და არავინ არ ითხოვს და არავინ არ მოითხოვს. ხო, ეს ბარემ ეს ვთქვათ, ხო, არავინ არ მოითხოვს და ევროპა ასაკურველი არ მოითხოვს. ჩეხება კონკრეტული სახელმწიფოების მიერ გაკეთებული სანქციების ფორმალური საფუძველი სრულიად არასერიოზულია, ამბობს ოცნება. ამის კირიფქისება არ ჭირდება, ბიზინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სიცხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლო ადამიანები სამებისა და მკვლელობის ბიზნესის რეკეტის მედიის მიტაცებთან და რაღაც. ბიზინა ივანიშვილს ამისთვის, რომ ასანქცირებდნენ, მათ შორის სადღაც არის პასაჟი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეწოდებოდა დემოკრატიის შუქურა. 2005 წელს უწოდა ბუშმა დემოკრატიის შუქურა. 2005 წლის შემდეგ დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა დარღვევები და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული აზრი გაჩნდა სწორედ 2005-2006 წლების შემდეგ. ეს ბარემი ვთქვათ, აკმე სამართლიანობის. ეხლა მეორე. ჩეხება ივანიშვილს 2012 წელს რომ მივიდა, ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით. და მოხდა ტრანზიცია ხელისუფლების გადაბარება და მე მოხდა კოჰაბიტაცია, რომელსაც იწუნებენ ეს რუსები და კარგი ამბავი იყო ის კოჰაბიტაცია. რეალურად დასავლეთი მიესალმა ივანიშვილის არჩევნების გზით მოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში.
მიესალმა იმიტომ, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდა მშვიდობიანად. ვინმეს რომ ზნდომოდა ივანიშვილის დასანქცირება რაღაცის გამო, არ ვიცი, აი აქ ბოდვები რო წერია. მაგალითად, იზინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ეს რომ ვინმეს ზნდომოდა ივანიშვილს დაასანქცირებდნენ 12-13 წლებში. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა 35 წუთზე მეტია უკვე ჩვენ ვართ ეთერში და არადა ბევრი რამე არის სათქმელი. მოდი, მეორე ვიდეო ბლოგს ფერისებად არ ჩამწერ და რამდენიმე წინააღმდეგობას ვიტყვი. აქ აქვს საქართველოს ოცნებას პასაჟები კონგრესმენ ვილსონზე, რომელიც რო იცოდეთ მაინც არის ტრამპის მარჯვენა ხელი კონგრესში, არის ხელსიკის კომისიის თავმჯდომარე და ასევე რესპუბლიკელ ჯონსონთან ერთად ტრამპის პოლიტიკის გამტარებელი კონგრესში. მისცა წინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები რეალურად არის ტრამპის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები პარემაქვევით. ხო. ეს ერთი. მეორე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, მოდის ვიხდი სადღაც აქ არის, ხო, რომ ორბანი პარტნიორია მათი, ხო? პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადათვირთვა. უზრუნველყოს ტრამპის გადასატვირთი არ არის. ტრამპი როგორც პრეზიდენტი ინსტიტუციების ხელმძღვანელი იმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთა სასარგებლოდ და ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი ინტერესები არის, რომ პარტნიორები არ დავკარგოთ. ქართული ოცნების ჩვენი, ანუ ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული ოცნების ინტერესი არის პარტნიორების გარეშე საქართველოს დატოვება. ახლა ბოლო აბზაცი ორბანზე ვერ ვნახეთ სიმართლე გითხრათ რა და იმას კი გეტყვით, რომ ორბანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა, ორბანის მნიშვნელოვანი პერსონა როგანი დაასანქცირა ბაიდენის ადმინისტრაციამ, კვლავ ვიმეორებ რასაკვირველია ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ხო, აქვე იყო პასაჟი, რომ არ გამომრჩეს ბარემ, რომ გახარია 20 იunis საშინელებები ჩაიდინაო, თითქოს ეს გახარია ჩემი დანიშნული იყოს პრემიერ-მინისტრად და 7 ადამიანი დაძარალდაო ადამიანის ჯანმრთელობაზე, უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდაო 20 ივნისიო, თითქოს გახარია ჩემს მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრი იყოს და თითქოს არ არსებობდეს არქივი, რომელშიც წერია, რომ როგორც დათქვაფია, რომელიც გვიდასტურებს, რომ კობახიძე და სხვები მიესალმნენ 20 იunis დემონსტრაციის სასტიკად დარბევას, ვაღიაროთ და ნამდვილად ასეა, სასტიკად დარბევას იმ პერიოდში როცა გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მართლა ბევრი ეს არქივი არ მოგვაქეკინოთ, თუმცა ამოგეკავთ კიდეც და ამოგეკილიც არის, ხო? და ბოლო აბზაცი პრაქტიკულად, იმიტომ რომ მეორე ვიდეო ბლოგის ჩაწერას მართლა აღარ აქვს აზრი, აი სიგიჟეებზე ლაპარაკს, რომელსაც თავაზობს ქართული ოცნება, ყოველს ვილსონზე ვთქვით ორი სიტყვა, ხო, ნახეთ, საბოლოოდ ქართულ ხალხს ვერავით არის სანქციებით ვერ შეაშინებს. შეშინებაზე კი არ არის ხალხო საუბარი, ჩამოიქცევა ჩვენი ქვეყანა ამ სანქციების გამო. ის რომ ოხ რა მაგარი გულადია მამუკამდინარაძე ისე მაგას რა უთხარი დიმიტრი სამხარაძე თუ სხვები, ხო? ოხ რა მაგარი სპარტაკები არიან, გლადიატორები, ხო? ხო, ამაზე არ არის საუბარი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა იმის გამო, რომ აი ამ რუსების წინააღმდეგ დაწესებული იქნება სანქციები და შესაბამისად ავტომატურად გადმოქცევდება ეს სანქციები საქართველოსი მათი ნაწილი მაინც. ეს უნდა გავიგოთ. და ესენი მიგვაქანებენ ჯოჯოხეთში და ბოლოს წინა არის, რომ პარტნიორებს კარგავთ ჩვენ დამცველი ადვოკატი, ვეკილი აღარ გვეყოლება ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ ამგვარი ხელისუფლებად წოდებული ბანდა არის ჩვენს სათავეში. ეხლა ნახეთ ბოლო ახლა დავამთავროთ, ხო? იმედი გვაქვს 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლებს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანება. ტყუილია ეს. არანაირი გასაკვირველი არაფორმალური ოლიგარქიული გავლენა და Deep State-ი ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში არ არსებობს როგორც ძალა. ეს ერთი. მეორე, ვინც რაღაც არ უნდა თქვას, ხმდიდარაძე, ეგრეთ ყველაფრის თქმა შეიძლება. მეორე, თუ ჩვენ ახლავე ვწყვეტთ ურთიერთობას, უბრალოდ შემწყვიტეთ, ხო? ურთიერთობა ევროკავშირთან, ორიც მართლა რომ მოხდეს ესეთი საოცნებო ოცნების სასარგებლო სცენარით რომ განვითარდეს და ვიღაცა მოთქვას, რომ აი ოლიგარქიული გავლენები აღარ არის ევროკავშირში.
2028-დან 30-მდე ჩვენ დრო არ გვეყოფა იმისთვის, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ, გაიხსნას მოლაპარაკებათა თავები და 2030-ში შევიდეთ ევროკავშირში, იმიტომ რომ ევროკავშირში გაფართოება დაგეგმილია სწორედ 2030 წელს და 22-ში კი არა დაგეგმილია 58-ში, არამედ 30-ში. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით არა. მხოლოდ რუსეთისათვის ერთი ადგილის კიცინით უღირსოდ და უღირსებოდ და ფსევდოკეთილ კორუმპირებულთა კეთილდღეობით მიდიხართ თქვენ რუსეთისაკენ. აქვე ვიტყვი. და კიდევ ერთი აბზაცი ბარემ ვიტყვი იქ რაღაც ბლინკენზე რაღაცებს ბოდავენ და ასე შემდეგ და ბარემ ვიტყვი. ხო, აქ ერთი აბზაცი იმის თაობაზე, ეს მინდოდა მეთქვა და აქედან გამომდინარე დაუბრუნდები კი რა ორი წუთი გამიძელი ხო. აქ ამბობენ ამგვარ რამეს რომ ვეღარ ხო ვიპოვე ხოდის ვიხდი პოლიტიკა ერთხელაც არ დაუგბია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება ნუ ვიღაცად არ ვიცი მე თუ ვარცდები ვილსონს ხო გადაწყვეტილება რომელიც კაცად და ქალის ქალად მოხსენებას აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი არაერთხელ კაიბის ანუ ვილსონს არ დაუგბიაო ბლინკენის გადაწყვეტილება აი ამის ენამწარეთ თქმა მინდოდა და გონი ესეთი შთაბეჭდილება რჩება რომ დინარაძეს აქვს შიგნეული ქვეცნობიერი შიში იმის თაობაზე რომ მამაკაც დინარაძეს მამუკას არ უწოდოთ თეორიულად ან წაგვწდეს რომ ის არის ქალი ფიქრი აქვს დინარაძეს ამის თაობაზე ასევე მე მგონი კალაძესაც ეშინია რომ არ წაგვწდეს რომ ის გარშემო სამსახურში და სანაცნობოში რეალურად ქალები რომლებსაც შემთხვევით არ უწოდოთ ემანდ კაცი არა არ წმუნდებთ ჩვენ ქალს უწოდებთ ქალს კაცს უწოდებთ კაცს საქართველო კი გაიმარჯვებს ამ არაკაცების და ესე ტერმინიც არსებობს თუ ვამბობ ამ არაქალების წინააღმდეგ ბრძოლაში